მეგობრებო ყველას, დღეს ჩვენ უნდა გადავიღოთ ვიდეო საშიშ ანიმაციებზე. დიდი ხანი არ გადაგვიქნა მართალია, მაგრამ დღეს გვექნება ვიდეოს დარეაქტება, ანუ რეაქცია უნდა გამოვხატოთ ვიდეოებზე. და ბოლოს უნდა შევაფასოთ 10-დან რამდენჯერ მოგვეწონა რა. მოდი ესე ვთქვათ და კიდევ ვიცი რა არის, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ხანი ვიდეო არ გადავიღია და უფრო ეხლა უფრო მოხერხებული დროს გადავიღებთ და არ იქნება ასე ძალიან დაგვიანებული. ვიდეოები გამოახშიათ, ამიტომ ჩაუჯექით და ბოლომდე უყურეთ. და რაც მინდა რომ გავაფრთხილოთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რადგან არ გამოგჩნდეთ ჩვენი მორიგი ვიდეოები. ამით დავიწყოთ ვიდეო. რომლებიც მთავრობაში მუშაობდნენ, მაგრამ როდესაც ყველაფერი ძალიან შორს შევიდა, მათ შვილზე ხელის დაფარება აღარ გამოუვიდათ. გაკეთება მოუწია. მას შემდეგ რაც დაიჭირეს, შემოთქვა რომ არაფერი იცის და არაფერი ახსოვს. მეტიც, მას ადამიანები ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეს მამას გეგმა იყო. ცოტა ხნით ფსიქიატრიაში დაეჭირა. ხოლო შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, სახლში წაეყვანა. აგიყვანს კი ჯოჯოხეთში. თვალიერებდა პალატებს. საცოდავები არიან, სიან 4 კედელში და ვერაფერს აკეთებენ, უფრო და უფრო გიждდებიან, უმჯობესია თუ მოღლებიან. ახალგაზრდა ფსიქიატრიული უკიდურეს მარცხენა ფრთაში გადაიყვანეს. იქ სადაც როგორც მამა დაჰპირდა, კომფორტულად იცხოვრებს და არაფერი დასჭირდება დაახლოებით 1 კვირა. გამოიწერეთ ასევე ჯორჯიან ჰორორის არხიც. მადლობა მას რომ ვიდეოებს ვარეაქტებთ მისით. ამაზე არ იყო თანახმა, მაგრამ როდესაც მან პრეტენზიის გამოთქმა დაიწყო, სანიტარმა უხმოდ შეაგდო ის პალატაში და კარი მიიხურა. ეს აუდანელია, მას უნდოდა მამისთვის დაერეკა, მაგრამ ტელეფონი არ მისცეს. ხო, სერვისი კი არა ნაკავია. როგორც კი გამოვალ, ამ ფსიქიატრიულსაც ავაფეთქებ. თან ეს კნესა, თუ ეს მთელი ხანი ასე აპირებს ხმაურს. როგორ დავიცინო? შონი პალატიდან გამოვიდა და მეზობელთან წავიდა. ამ ფრთაში სულ პალატა იყო. ერთი მისი, ელიტური, მეორე კი ჩვეულებრივი. ეს ძალიან უცნაური იყო. აქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მეორე პალატა, მით უმეტეს ასეთი საზღარი. ყოველ შემთხვევაში მამამ ასე უთხრა. დაალაიქეთ ვიდეო. ეი შენ, საცოდავო, ნება იბოძე და ხმა ჩაიგდე. თორე მისე ვიზამ, აქედან ხვალვე გაგაქრობენ. უცნობს თითქოს მისი საერთოდ არ ესმოდა. ხოლო თავს იქნევდა და ისევ გნესოდა. იდიოტი. მაგრამ როდესაც უკან დაბრუნებას აპირებდა, ზურგს უკან სიცილის ხმა გაიგონა. მოიხედა და ის შეშლილი დაინახა. რასაგა, ბიჭო. თითქოს მან დაბომბვა გადაიტანა. ის პირდაპირ მას უყურებდა და იცინოდა. რა საშინელებაა, პერსონალი უნდა გამოვიძახო, რათა ეს მახინჯი არ წაართრიონ. ემოციურად გადაჭვირთული დღის შემდეგ შონს ძალიან სწრაფად ჩაეძინა. ის ძალიან დაღლილი იყო. ბაგახედე, ეს არის მეგობრებო, თამაშის გმირი, გრენი, რომელსაც უყვარს გამოხტომები. ანუ საწყის გაშლ ხარ, მაგას ვიძახით განა ისე. უკად რომ თქვათ, რომ ის პალატაში უცნობი ქალბატონი გაგიჟდეს რა.
თვითონ ეგაც და ისიც. აქედან გადაეყვანათ. სანიტარმა ხმის ამოუღებლად მარტივად დააწყვინა შონის საწოლზე და დამამშვიდებელი გაუკეთა. ბიჭუნამ წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან ძალიან დაღლილი იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში შონი ცდილობდა დამალვოდა უცნობს, ან სანიტრებს გასაუბრებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი თითქოს არავის ესმოდა. ისინი ყველაფერზე პასუხს აგებენ, როცა აქედან გავალ. ეს უცნაური ქალი კი მას უყურებდა და გაუჩერებლად იცინოდა. ერთხელ მან გაიგონა, როგორ საუბრობდნენ სანიტრები კარს უკან. ისინი ამბობდნენ, რომ შონი გაგიჟდა, მას იზოლაცია სჭირდება და ხალათში უნდა გაეხვიათ. ბიჭუნა ძალიან გაბრაზებული იყო. ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა შურის ძიების დღე. ეს ისეთი უსამართლობაა. მორიგ დღეს ოთახში სანიტარი შემოვიდა და უთხრა, რომ ტელეფონზე მამა ურეკავდა. ბიჭუნამ ტელეფონი გამოართვა და მამას საყვედურები დაუწყო პერსონალის შესახებ. მამაკაცმა გააჩენა ბიჭუნა და უთხრა, რომ ნერვიულობს მის გამო, რადგან მას გადასცეს, რომ შონმა რეალურად აღქმა დაკარგა. შონი ყვიროდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და მას ისე ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ უსახლკარო პაციენტს. ასევე უთხრა, რომ ის გვერდით უცნაური, საზარელი მოხუცი ქალი განათავ. მეგაბრაპერები, რა კარგია. ეს რეკლამები დაუყავს რა YouTube-ს რა. თავსეს, რომელიც მხოლოდ იცინის და ტირის. მამაკაცმა უპასუხა, რომ უკვე ნაყოფია ამ ბლოკში და იქ არავის განთავსება არ შეეძლოთ, რადგან აქ მხოლოდ ერთადერთი VIP პალატაა. საშუალებაც კი არაა, რომ მეორე გაკეთდეს. მამამ უთხრა შონს, რომ ესმის მისი, ესმის რასაც გრძნობს ბიჭუნა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. თუ ასე გააგრძელებს, მისი აქედან გაყვანა ძალიან გაუჭირდება. შონს უნდა ეპასუხა, მაგრამ ამ დროს სანიტარი გამოჩნდა და ბიჭუნას ტელეფონი წაართვა. ის ოთახიდან გავიდა. მას ამის დაჭერება არ შეეძლო, თუ მამა შეუთანხმდა ამათ და ყველანი მის გაგიშებას ცდილობენ. ამ დროს ისევ გაიგონა სიცილი. ხო, აბა, აქ არის კიდევ ერთი პალატა და მას ვერავინ მოატყუებს. შუაღამით, როდესაც შონს ეძინა, მის პალატაში სანიტარი შევიდა. ბიჭუნა გარეთ გამოიყვანა და სადღაც გაუძღვა. იქნებ მამამ გადაიფიქრა, ჩემი აქ დატოვება და სახლში მაბრუნებს. მაგრამ სანიტარმა ჩვეულებრივ პალატაში შეიყვანა და ძირს დააგდო. სანამ პირს ისევ გაახეთ პერსონალზე საყვედურის სათქმელად, მინდა გაცოდინო, რომ შენი საწყალი მამიკო გადააგენეს თანამდებობიდან. ახლა შენი ბედი ჩვენს ხელთაა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ შენნაირი არსება კომფორტულ პირობებში არ უნდა ცხოვრობდეს. საერთოდ არ უნდა ცხოვრობდეს სიმართლე თუ გინდა, მაგრამ ამას ისევ დაუბრუნდებით. სანიტარმა კარი მოაჯახუნა და შონის სიგნალები გადავა. ნუ თუ ეს დასასრულია, ნუ თუ ის შურს ვერ იძიებს, ყველაფერი მამის ბრალია. ეს მან მოიფიქრა, ისიც სიკვდილის ღირსია. მას ფიქრები პალატაში სიცილის ხმამ შეაწყვეტინა. რავი, ამას თუ გონია რომ ეს ნამდვილია, მე რა ელანდება რა, მოდი ერთ სიტყვით რო ვთქვათ. დალაიქეთ ვიდეო.
მოკლედ ეს იყო ვიდეო გამოვა აუცილებლად შეიძლება ამ კვირაში კი რომ დიდი ალბათობით ამ კვირაში და ამიტომ დალაიქეთ ვიდეო გამოვწერთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი რადგან არ გამოგდეთ ჩვენი ისა რა ქვია ვიდეოები და ასევე გამოვწერთ ჯორჯენ ჰორორის არხი რის დახმარებითაც ვიღებთ ამ ვიდეოებს დიდი მადლობა ნახვამდის